მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. Რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ასევე არიან ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა აქ ძალიან ბევრ უარყოფით ნიშანს ხედავთ, რომ საქართველო არ თამაშობს იმ როლს, რასაც უნდა თამაშობდეს შუადერეფნის, სწორედ იმ შუადერეფნის მშენებლობაში, რომელიც აი ამ ყველა რესპუბლიკას აკავშირებს, მაგრამ მათთან კავშირი შეიძლება სულ სხვა ფორმით ორმხრივ ურთიერთობებში. ამ ფორუმზე ჩასვლა, თავიდანვე დაპატიჟებაზე გამოხმაურება უკვე ნიშნავს, რომ იქ როდესაც მოხვდები, მერე უკვე ადგილზე დემარშების გაკეთება, ეს არის ყველასთვის უხერხულობის შექმნა, პირველ რიგში მასპინძელისთვის. ამიტომ, როდესაც აპრიორი უნდა განსაზღვრო შენ ასეთ შეხვედრაზე რისთვის მიდიხარ და თუ მიდიხარ, უკვე გასაგებია, რომ იქ ფოტოს გადაღებაც მოგიწევს, ხელის ჩამორთმევაც მოგიწევს და ესე იგი შენ ამ ყველაფერს თან ხვდები, იცით? ანუ არ უნდა წასულიყო. ყოველთვის როცა კითხვას ვსვამ, მინდა რომ თქვენი თავი წარმოიდგინოთ ხელისუფლის როლში, თქვენ მაგალითად ამ შემთხვევაში რომ ყოფილიყავით ქვეყნის პრემიერი, როგორ იმოქმედებდით ამ ტიპის დაპატიჟებაზე? საქმე იმაშია, რომ ზუსტად მე არაერთხელ ყოფილი ვარ ახლოს მსგავს გადაწყვეტილებებთან, ხო იცით, ვიყავი დელეგაციების წევრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდით. დიახ, და საქმე იმაშია, რომ როდესაც იღებ მოსაწვევს, იქ წინასწარ განსაზღვრულია. ნახეთ, ამ ტიპის შეხვედრებზე მოსაწვევები ისე არ რიგდება, ეს რაღაცა მასობრივი ელფოსტა და Facebook მოსაწვევი კი არ არის. როდესაც გეძახიან მსგავს შეხვედრაზე, მოსაწვევს რო იღებ, უკვე იქ განსაზღვრულია, რომ შენ კეთილგანწყობილი ხარ ამ ფორმატის მიმართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას კიდევ უნდა დაუმატოთ ის რა მნიშვნელობაც ამას მიენიჭა იმის მაგივრად რომ ქართულ ოცნებას ჩვენს დე-ფაქტო ხელისუფლებას ამის მნიშვნელობა ქვევით ჩაეწია პირიქით გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭეს აწიეს ზევით კი იქ უნდა იყოს სადაც ჩვენი მომავალი განისაზღვრება ეს რას ნიშნავს ეს საერთოდ ერთჯერადი ფორმატი იყო ხო ეს არ არის არც საერთაშორისო ორგანიზაცია ეს არ არის რაიმე უსაფრთხოების კავშირი ურთიერთობები იგულისხმებოდა თურქმენეთში მესამედ ყოფილა სხვათა შორის დაითვალა მედიამ წელს ყობახიძე პერსონალურად. კი, ეს მე არ მიკვირს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ კავშირები, ვერ აქვთ კავშირები დასავლეთთან, ამიტომ ვიცით რომ ეს ბრუნავი კარის პრინციპით დადიან ერთი და იგივე ადამიანებთან, ერთი და იგივე სახელმწიფოებთან, რომლებიც მათ ხვდებიან. იქ სიარული პრობლემა კი არ არის, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ჩვენი ბედი არ უნდა განისაზღვრებოდეს აი ამ შეხვედრაზე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ეს განცხადება. ჩვენი ბედი განისაზღვრება სხვაგან სხვა რამდენიმე დედაქალაქში და იქ ყოფნა აუცილებელი. ამ დედაქალაქებიდან საქართველოს დღეს გამქრალია ეს ხო ჩვენ ვიცით რა. მაინც თქვათ ეს დედაქალაქების რა არის? ვაშინგტონი, ბრიუსელი, ლონდონი უმნიშვნელოვანესია. აქეთ თუ გადავალთ, ძალიან მნიშვნელოვანია ტოკიო, ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თუ აზიაზე აღმოსავლეთზე საუბარი ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პეკინგთან ურთიერთობა რა თქმა უნდა მაგრამ აი ამ შემადგენლობაში აქ მოხვედრა სადაც იცი რომ უდიდესი დაძაბულობა მოყვება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გათვლილი იყო მათ ისინი ვალდებულნი არიან მე ესე ვთვლი ვალდებულნი არიან რომ ეს ტრაექტორია გაგრძელდეს ჩემთვის ეს შეხვედრა და ეს ფოტო არ იყო სიურპრიზი აპრიორი მათი ყოველდღიური განცხადებებიდან სადაც მიდის ლანძღვა დასავლეთის ჩანს ის კურსი საითაც მივდივართ შეიძლება ეს დაამთავრდეს ნეიტრალიტეტით არა ოდკბ-ში გაწევრიანებით ანუ იმ უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანებით რომლის თავმჯდომარე და დამფუძნებელი ეს გზა ყოველ შემთხვევაში მანდ მთავრდება მე გაგახსენებთ როდესაც ედუარდ შევარდნაძეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს ისტორია როდესაც ედუარდ შევარდნაძეს მოსთხოვეს მოსკოვიდან რომ მას ცალსახად დაეფიქსირებინა რომელ ბანაკშია ეს გამოიხატა კენჭის ხრით საქართველოს პარლამენტში რომ ჩვენ შევედით დსთ-ში დაიქცა მაშინ ქართული სახელმწიფო უდიდესი კატაკლიზმა მოხდა ქვეყნის შიგნით და ის იძულებული იყო რომ ეს გაეკეთებინა ეს ნაბიჯი იძულებული იყო თუ უნდოდა ეს მისი პიროვნული საკითხია ფაქტია რომ ძალიან მტკივნეული იყო ანუ რა ეტაპზე ჩაითვლება რომ გაფორმდეს საქართველოს რომელ ბანაკშია რითი
ჩაითვლება ამას ჩვენ ნახავთ, მაგრამ კურსი იქით არის. კი ბატონო, ანა, მინდა რომ ვილაპარაკოთ გუშინ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე. თქვენ გამოიხმაურეთ, თქვენ ვიდეო ჩაწერეთ ამ თემაზე. რა იყო საინტერესო ამ გადაწყვეტილებაში, რა გაგრძელება უნდა კონდეს ამ გადაწყვეტილებას უკვე ქვეყნის შიგნით ეროვნულ დონეზე? ხო, მე მიულოცე, ძალიან მინდოდა მიმელოცა იმ მებრძოლი ადამიანებისთვის, ვინც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა ჩემს YouTube არხზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიებას რო ვაწარმოებთ, ხო? და კვლევას მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ბოლომდე განსაზღვროს, როდესაც უკვე ეხლა ეიფორია გადაივლის, საბუთების შეგროვების დრო არის, განსაზღვროს და მიყვეს ამ საქმეს ბოლომდე, იმიტომ რომ ასეულობით ადამიანი დაზარალდა და 26-მა ადამიანმა ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე. კი ბატონო, საბუთების შეაგროვა, საიას დიდი მადლობა. ეს არის სამართალმა პური ჭამა, როდესაც ვამბობთ, რას ნიშნავს, ეს არის. მინდა გითხრათ, რომ სტრატეგიულ დროს გამოვიდა ეს გადაწყვეტილება, ძირითადად ბევრად უფრო გვიანდება ხოლმე. 10 წელი სტრასბურგში. რატო იყო ეს სტრატეგიული დრო? იმიტომ რომ ესე იგი 1 წლის თავი არის შაშანდელი მოვლენებიდან და ზუსტად 1 კვირით ადრე გამოვლინდა BBC-ს გამოძიებიდან ეს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი. ამ დროს კიდევ ერთხელ თქვა, რომ შენ შეგიძლია ქვეყნის შიგნით არა, მაგრამ გაიმარჯვო სამართალი დაადგინო ეს დაზარალებულებს შეიძლება ცოტა გვიან, მაგრამ დააწიო პროცესი. ცალსახად. ეხლა მე გეტყვით ხო, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ნახეთ, უცნაური ვითარება იყო. დაზარალებულები თავისთავად ეს მათი გამარჯვება იყო, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ ამას ვამბობდით, რომ იქ უნდა ყოფილიყო დაშლა, ეს ისეთი ტიპის აქცია იყო, მათ შორის შტურმის მცდელობა იყო, მაგრამ გახარიამ ვერ იმოქმედა იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც უნდა ემოქმედა, ხოლო გახარიას გუნდი ამბობს, რომ აქაც წერია, რომ გახარია არ იცოდა ამ ტყვიების გამოყენების შესახებ და რომ ისინიც ამ გადაწყვეტილებას გამოიყენებენ გახარიას ინტერესების დასაცავად უკვე ეროვნულ სასამართლოში. საქმე რა შეიცი, ძალიან არ ვცემ პატივს იმ პოლიტიკურ პირებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხი არის სულელი და იმიტომ რომ 82 გვერდიან დასკვნას ინგლისურ ენაზე ხალხი ვერ გაეცნობა, შენ შეგიძლია რომ ისინი მოატყუო. გულისხმობ, აწ უკვე ქართველი ზუგანოვები არიან ეგენი ჩემთვის, იმიტომ რომ შელაგდნენ პარლამენტში, რომ შეასრულეს ის როლი, რაც გენადი ზუგანოვმა თავის დროზე შეასრულა რუსული დუმისთვის, ეხა ეგ არის და ეგ. აი ქართველი ზუგანოვების პარტია გახარის პარტიაზე. მაგას გულისხმობ ცალსახად, ცოტა უფრო მსუბუქად ვეძახდი ადრე, მაგრამ ეხა უფრო იმ ცირკების მოწყობისთვის, სანახაობის მოწყობისთვის, იმ დამცირების ატანისთვის, რასაც იტანენ ქართული ოცნებისგან ყოველ დღეს სხედან იქ და ისინი უკაკუნებენ ჩაკუჩით. ანუ უღირთ ეტყობა ეს 14,000 ლარი, რაც არის საკმაოდ დიდი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის შემოსავალთან შედარებით. მაგრამ მათი მიმედია პარლამენტარის ხელფასზე ლაპარაკობ. პარლამენტარის ხელფასებზე ვსაუბრობ. კი, ეს არის 13-14,000 ლარი. ახლა ეს არის ძალიან დიდი შემოსავალი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქის შემოსავალი ხშირად არის 800 ლარი. ბიუჯეტით არის განსაზღვრული და ყველას ვინ შევიდოდა პარლამენტში ეკნებოდა იგივე ხელფასი. ცალსახაა, მაგრამ ხო უნდა გიღირდეს გაიღო ეს რაღაცისთვის და როგორც ჩანს, უღირთ მათ ამ ხელფასად ის, რაც მათ გააკეთეს ქართველი ხალხის წინაშე და რასაც ყოველდღე იტანენ, მე არ მშურს მათი მდგომარეობის. იმიტომ რომ რეალურად ყოველდღე ქართული ოცნება აგრძნობინებს, რომ არიან არავინ. თუ გინდა 15 ინიციატივას გეტყვით, მათ შორის შემგან მოპაროლს ყოფილიყო ოცნება ვერ დაჩაგრავდა თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ დაჩაგრულები არიან და მესმის რომ 12 ადამიანი ხლა 99-ს შეიძლება ვერ გადაწონის, მაგრამ სხვა ვითარებაც შეიძლებოდა დამდგარიყო, სხვა რეალობაც პარლამენტში. შეიძლება, მე ალტერნატიულ შესაძლებლობას გეტყვით. კი, ეს ხო ჩვენ მსჯელობთ, რა შეიძლება მომხდარიყო, ეს არის ალტერნატიული ისტორიის რაღაც მოფიქრება. 29 დეკემბერს ჩემთვის რო დაეჯერებინათ მათაც, მათ შორის და არ შეშინებოდათ, როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დარჩენილიყავით ორბელიანის სასახლეში სრულიად მშვიდობიანად, სრულიად კონსტიტუციურად.
66 დეპუტატი, რომელსაც ყველას იმუნიტეტი ჰქონდა, პრეზიდენტი, რომელსაც იმუნიტეტი ჰქონდა და ვერ გაიმპიჩმენტებდნენ, იმიტომ რომ ხმები არ ყოფნიდათ. როდესაც მთელი მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაზე წერდა ჩვენთან დაკავშირებით, და როდესაც წინააღმდეგობა იყო პიკში, გაიმპიჩმენტება რა შუაში იყო? პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევდა და არა, მე გულისხმობ ახალ პრეზიდენტს როგორ აირჩევდა, როდესაც წინააღმდეგობის უწყდებოდა. და ჩვენ დაგვტოვებდნენ, გავანებებდნენ თავს და დაგვტოვებდნენ ორბელიანის სასახლეში და ყავას დავლევდით თუ რა. წინააღმდეგობა იყო პიკში. ნახეთ, 29 დეკემბერს ახლა წლისთავი სრულდება. თუ ალტერნატიულ ისტორიაზე საუბრობთ, ჩემს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ისტორია იყო, რომელზეც ვიღაცებმა დამიჯერეს, ვიღაცები ახლა ნანობენ რომ არ დამიჯერეს, მაშინ მე ვთქვი, ხალხო, ამ მომენტს თუ არ გამოვიყენებთ ჩვენ მშვიდობიანი ბრძოლის, მაშინ ყველაფერი გავა მარათონში, გადავა მარათონში და მე დიანა მარათონი ნახეთ რა არის მარათონი არის გაძლებაზე. ვისაც მეტი რესურსი აქვს, მეტი სულისკვეთება აქვს, მეტი სტრატეგიული უნარები აქვს, მეტი ფული აქვს, ის იგებს მარათონს. რთულდება. ამიტომ შევეჯიბროთ ამით სასახლეში დარჩენით. ზურაბიშვილი 61 დეპუტატი იქნებოდით ორბელიანის სასახლეში და რა, რაღაცნაირად სპეცრაზმით ვერ გამოგიყვანდათ ოცნება და თუ გამოგიყვანდათ ეს კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს შეძენდა პროცესს. თქვენ გახსოვთ წინააღმდეგობის ტემპერატურა 29 დეკემბერს. რატო მე მოგიყვანთ მაგალითს? და კითხვას დავსვამ. ბევრად სხვა ტემპერატურა იყო, ვიდრე ახლა დღეს არის. ესეთი ტემპერატურა, როდესაც რუსთაველზე გროვდებოდა 100,000-ობით ადამიანი, არც ერთი ნულით ნაკლები. ესეთი ტემპერატურა იმის მერე არ ერთხელ განმეორდა და მაგასაც ვისაუბრებ, არ განმეორებულა. უდიდესი პიკი და ჩვენ ვიყავით წინააღმდეგობის პიკში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, 8 დეკემბერს რატო გაჩერდა ქიმიური და სისხლიანი დარბევა? იმიტომ რომ წინააღმდეგობა იმატებდა. ხო, ჩემ კვლევაში ამ ძალიან კარგად ჩანს. 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე სისხლიანი და ქიმიური დარბევების მიუხედავად წინააღმდეგობა მიდიოდა ზევით, ქვევით კი არა. ამიტომ 29 დეკემბერს წინააღმდეგობა იყო პიკში. შეგროვილი იყო წინააღმდეგი თქვენი იდეის. არ ვიცი, თქვენთან გაარჩიეთ იმის მერე სახალხოდ გაირჩა ეს ყველაფერი და თქვენ შეგიძლიათ გითხოთ. ზურაბიშვილის ხმა იქნებოდა ალბათ და პოზიცია გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება რომ დაეტოვებინა. კი, მე ეს მართალი გითხრათ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამართლებრივი საქმით ვარ დაკავებული, ეს არის ქიმიური იარაღის საქმეზე სიმართლის დადგენა. მე დღევანდელი დღით მივდივარ და დღევანდელი დღით გითხარით მაშინ ამაზეც და შემომაქ ალტერნატივები. დიახ, ნახეთ. ქიმიური იარაღის საკითხი მე ვფიქრობ არის საქართველოს, ეს არ არის გეოპოლიტიკური საკითხი, ეს არის სუფთა ქართველი ხალხის მიმართ მოპყრობის წითელი ხაზი. შენ როგორ შეიძლება მოეპყრო ქართულ ხალხს? აქ არის გადამხდარი ქართული ოცნება, აქ აქვს დარღვეული მთავარი ნდობა ქართველი ხალხის მიმართ. ყველაფერი მიუხედავად იმისა, რაც მოხდა გავრილოვის დროს და რაც განმეორდა. ჩვენ ვართ ჩართული ძალიან სერიოზულ მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებში იმისთვის, რომ დადგეს საერთაშორისო გამოძიება. ჩემთვის სამწუხაროა ეს ისტორიული ფაქტი, მაგრამ ნახეთ, იმიტომ რომ არ მოხდა გავრილოვის გამოძიება, იმიტომ რომ არ მოხდა გავრილოვზე სიმართლის დადგენა, ყველაფერი განმეორდა მერე დეკემბერში. რა საკეთებთ პერსონალურად, რომ საერთაშორისო გამოძიება იყოს, რა ფორმატის, როგორ წარმოგიდგენთ? კობახიძე თავად სხვათა შორის ამბობს, რომ თუ რომელიმე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდებიან, ჩვენ მათ ყველა დოკუმენტაციას მივაწვდით, რამდენჯერმე გაიმეორა ეს და ნებისმიერი გამოძიების შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხელისუფლების თანამშრომლობა დასჭირდებათ ამ გამოძიების შედეგამდე მისაყვანად. ვინ შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება? ძალიან ბევრი მხარე არის. მე შეგახსენებთ მაგალითად კონკრეტულ მომხსენებელს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ეს მაგალითია, ჩამოიყვანა თუ გახსოვთ 2013 წელს მაშინ ევროსაბჭოდან ჰამერბერგი, ის იყო კონკრეტულად ევროსაბჭოს მომხსენებელი ერთ პრობლემაზე. მე ჩამოვთვლი, იმიტომ რომ რვაფეხას პრინციპით მუშაობთ. ძალიან ბევრი უწყება გვაქვს, რომელთანაც მაქვს კონტაქტი, რომელთანაც მუშაობთ
მტკიცებულებების მიწოდებაზე და ჯერ შეგროვებაზე, ანუ დაახლოებით 30-ზე მეტი ადამიანი მყავს გამოკითხული. მხოლოდ მე კობახიძის მასალები არ ჭირდება, საკმაოდ არის მასალები იმ ტანსაცმლისა და იმ ნივთების, რომელიც დაზიანდა და გამოყენებული იყო რუსთაველზე. თან ეს არ არის საკითხი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია და გვჭირდება რომ რაღაცა შედეგი ალბათ ხვალდაზე გარდადგება, იმიტომ რომ მეორე მხარეს პროფესიონალი ადამიანები არიან. რა უწყებები? ვინ? ქიმიური იარაღის ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ჰააგაში, აქედან დაწყებული ევროკავშირის, ევროპარლამენტის მექანიზმებით ყველაფრის ამუშავებას ვცდილობთ. ეხლა იწყება დეკემბრის არდადეგები, მალე შესაბამისად ჩვენ არ ველოდებით, რომ იანვრის რამ პირველ კვირამდე იქნება რეაქცია, მაგრამ ამის შემდეგ იქნება აუცილებლად. კი ბატონო, მადლობა.